რა წავიკითხოთ მეშვიდე და მერვე სახლის დასამუშავებლად. მეშვიდე სახლისთვის ეს არის პარტნიორობის სახლი, ეს იქნება პირადი, ანუ ოფიციალური პარტნიორობის სახლი არის. ეს შეიძლება იყოს საქმიანი პარტნიორობა, ეს შეიძლება იყოს პირადი ცხოვრება, ოფიციალური პარტნიორი, ოფიციალური მეორე ნახევარი. შესაბამისად, აქ წიგნები აუცილებლად უნდა იყოს თანაცხოვრებაზე, ანუ სიყვარულზე, თანაცხოვრებაზე, პასუხისმგებლობაზე ერთმანეთის მიმართ, სასიყვარულო რომანები, რომლებიც წყვილის ცხოვრებაზე აკეთებენ აქცენტს, თანაცხოვრებაზე აკეთებენ აქცენტს და არა უბრალოდ შეყვარებულებს, ესე ვთქვათ. ესეთი წიგნები იქნება კარგი. იგივენაირად ფილმებიც იქნება კარგი, ეს როდესაც აქცენტი არის თანაცხოვრებაზე და არა შეყვარებულობის ეიფორიაზე. კარგი იქნება ნებისმიერი წიგნი, სადაც არის ეტიკეტი კოლეგებთან მუშაობის, ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერი ფილმი, რომელიც აქცენტს აკეთებს საქმიან ურთიერთქმედებებზე, როგორი უნდა იყოს ურთიერთქმედება საქმიანი, როგორ ხდება ეს დიპლომატიური კავშირები, ამ ყველაფრის ცოდნა მეშვიდე სახლის განვითარებისთვის იქნება ძალიან სასარგებლო. რაც შეეხება მერვე სახლს, აქ არის ჩვენთან საფრთხე და ექსტრემალური სიტუაციები, შესაბამისად კარგი იქნება ნებისმიერი ეზოთერიკული ლიტერატურა, მაგია, თუმცა ეს არის ბევრისთვის არ არის ეს თემა საინტერესო და ბევრისთვის პირიქით არის საზიანოც, ამიტომ ყველაზე უსაფრთხო იქნება უბრალოდ იკითხოთ წიგნები და ფილმები, ნახოთ ფილმები, სადაც აქცენტი არის თვითგადარჩენაზე. ექსტრემალურ პირობებში როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი, ექსტრემალური პირობების დროს ემოციების კონტროლი, სასწრაფო დახმარება თუნდაც, ექსტრემალურ სიტუაციებში როგორ შეიძლება ადამიანს დაეხმარო, როგორ უნდა მოიქცე თუნდაც ატომური აფეთქების დროს, როგორ უნდა მოიქცე თუნდაც როდესაც იქნება ესეთი სტიქიური უბედურებები, როდესაც ადამიანთან კომუნიკაცია არის ექსტრემალური, ნებისმიერი ესეთი ინფორმაცია გამოგადგებათ, სადაც ექსტრემალურ სიტუაციაში იქნება იგივე დეტექტივები, იგივენაირად მერვე სახლის თემა არის დეტექტივებიც, ნებისმიერი წიგნი, ან ნებისმიერი ლიტერატურა, ნებისმიერი ფილმი, რომელიც გასწავლით თუ როგორ გავუმკლავდეთ და როგორ იმოქმედოთ ექსტრემალურ სიტუაციაში.